საღამოშვიდობისა ეთერშია გადაცემა სუბიექტური აზრი, მხოლოდ ჩემთან ერთად დღეს ნათია მიქიაშვილი მე ვიქნები მარტო ამ გადაცემის წამყვანი, რადგან ჩემს თანაწამყვანს შალვა არამიშვილს შემოუწიეს ვირუსებმა და ის ალბათ გახლავთ და ახლა სახლიდან გვადევნებს ალბათ თვალს. რაც შეეხება დღის განმავლობაში მომხდარ ახალ ამბებს, ჯერჯერობით ასე ვთქვათ, საპრეზიდენტო ნიუსებით დავიწყოთ. მიხეილ სააკაშვილმა რუისის ვენეცის დამაკავშირებელი 800 მეტრიანი გვირაბი გახსნა და განაცხადა, რომ წვიმაში, თქეში, ყინვაში წარმოუდგენლად დიდ სიცხებში 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ადამიანები და მათ უნდა რომ მადლობა გადაუხადოს პრეზიდენტმა. რაც შეეხება ასევე დღეს გაიხსნა ვისოლისა და სოკარის მულტიფუნქციური კომპლექსები, ეს გორის მაგისტრალის მონაკვეთზე გაიხსნა და სხვა ბენზინგასამართი სადგურებისგან ამ მულტიფუნქციურ კომპლექსებს განასხვავებს ის, რომ გასართობი ცენტრის მსგავსი ადგილებია მოწყობილი და პრეზიდენტი ამბობს, რომ ამერიკაშიც კი ვერ შეხვდებით ასეთი ტიპის დასასვენებელ ადგილს, როდესაც ტურისტს შეუძლია ჩამოჯდეს და თუნდაც 2-3 საათის განმავლობაში დაისვენოს ლეპტოპით ინფორმაცია მიიღოს და პრეზიდენტს მინდა შევახსენო, რომ 21 საუკუნეა და Wi-Fi-ის თითქმის უკვე ყველა ქვეყნის ნებისმიერ ადგილას შევხვდებით ბატონო პრეზიდენტო. ახალი წლის ღამეს შარშანდელისგან განსხვავებით თუ ბოჩელი მოგვილოცა შარშან წელს უკვე მოგვილოცავს ხულიო ეგლესიასი 2012 წელს 2012 წლის დადგომას საქართველოს ბათუმში Miracle Park Square-ის ასეთი მოედანი ყოფილა ნამდვილად არ ვიცოდი ბათუმში ამ მოედნის არსებობის შესახებ და ჩამოდის ხულიო ეგლესიასი ასე რომ მის თაგვანის მსმენელებს შეუძლიათ უკვე დაიწყონ ბილეთებზე ზრუნვა ბათუმში გასამგზავრებლად. გარდა ამისა, შეთანხმება იქნა მიღწეული როგორც მაყურებელმა უკვე შეიტყო ოპოზიცია, საპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დეპუტატთა რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდასთან დაკავშირებით, რასაც სხვათა შორის მწვავედ აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელსაც დღეს შეხვედრა ჰქონდათ პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით და მხოლოდ ერთი მოპასუხი ამ შემთხვევაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი იყო. ის ადამიანი, ვისაც მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე შეეძლო პასუხის გაცემა და როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური შეთანხმება მხოლოდ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში შეიძლება იქნას მიღწეული და არა მათ გარეთ. ადგილობრივი არასამთავრობო სექტორი აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებების ხელმომწერ პარტიებს კონსტიტუციისა და კანონის პირდაპირ დარღვევაში ადანაშაულებს. შესაბამისი განცხადება დღეს პარლამენტში გაკეთდა. გარდა ამისა, საჯარო რეესტრმა როგორც ირკვევა პრობლემები შეუქმნა ბიძინა ივანიშვილის სამოქალაქო მოძრაობის ქართული ოცნების დაფუძნებას, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მითითებული იყო საჯარო რეესტრის გვერდზე, რომ განცხადება მიღებული იყო რეგისტრაციაში და დასრულებული იყო რეგისტრაცია, რეალურად არ იყო დარეგისტრირებული სამოქალაქო მოძრაობა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის საპრეზიდენტომ გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით, ამ განცხადების გაკეთებიდან 1 საათში ზუსტად აღმოჩნდა, რომ ქართული ოცნება დარეგისტრირებული გახლავთ. მაყურებელს იმასაც ვეთქვი, გარდა ერთი ქართული ოცნებისა, ჩვენ საჯარო რეესტრის ვებმის სამარზე გვხვდება მეორე ქართული ოცნება, რომელიც შპს ქართული ოცნება გახლავთ. ერთი არის არასამეწარმეო იურიდიული პირი, ხოლო მეორე არის კომერციული სტრუქტურა და ორივე მათგანი ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის სახელს და გვარს უკავშირდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი ამბავი საქართველოს პრესის ასოციაციას, საზოგადოებას, ხელისუფლებას და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს. მე ნაწილს ჩაგიკითხავთ ამ მიმართვიდან. ჩვენ ქართული მედიის წარმომადგენლები მივიჩნევთ, რომ თბილისის მერიის პროექტ სათაურით მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა სინამდვილეში არაფერი აქვს საერთო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნასთან. ის მიმართულია ბეჭდური მედიის გავრცელების არსებული სისტემის ნგრევისკენ და რეალურ საფრთხეს უქმნის თავისუფალ სიტყვას. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ბოლო წლებში ხელისუფლება არაერთხელ შეეცადა თავისუფალი პრესის კონტროლქვეშ მოქცევას. აუქციონების გამართვის საბაბით ამ დღეებში იძულებით შეაწყვეტინეს საქმიანობა არსებული საგაზეთო ჯიხურების ნაწილს. თბილისის მერიის ბოლო ნაბიჯები უკვე დაეტყო ქართული ბეჭდური მედიის ტირაჟებს. ყოფილები ეს სერიოზულ საფრთხეს და პრობლემებს უქმნის ჟურნალ გაზეთებს და აფერხებს თავისუფალი სიტყვის მიღწევას საზოგადოებამდე. ჩვენ ამ ნაბიჯებს განვიხილავთ ქვეყნის განვითარების, საზოგადოების ინტერესების, მედიისა და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ გადაწყვეტილებად. ჩვენ ქვემოთ ხელის მომწერნი მოვუწოდებთ და მოვითხოვთ თბილისის მერიისგან ბეჭდვითი მედიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების შეჩერებას. მოვითხოვთ, რომ ეს ეგრეთ წოდებული ჯანსაღი კონკურენციის საფარქვეშ მოქმედი აუქციონი არ შეეხოს იმ ჯიხურებს, სადაც უკვე წლების განმავლობაში ტრადიციულად იყიდება პრესა და შესაბამისად თბილისში დარჩეს თავისუფლების კუნძულები, სადაც მოქალაქეს შეიძლება ინფორმაციის მიღება და საკუთარი აზრის გამოტანა. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ნათქვამია მიმართვაში ძალიან ბევრი საგაზეთო გამოცემის რედაქტორი და საგაზეთო გამოცემა აწერს და ჟურნალი ხელს ამ მიმართვას. გარდა ამისა, მათ უერთდებიან
პოლიტიკოსთან ნაწილს თქვა ლეიბორისტები ხოლმე 2 საათზე მივლენ აქციაზე, რომელიც თბილისის მერიის შენობის წინ არის დაგეგმილი და მე ჩემი სუბიექტური აზრით მინდა მოგახსენოთ, მე სოლიდარული ვარ ამ განცხადების და აუცილებლად მივალ აქციაზე, რადგან მგონია რომ მართლა ეს ბოლო თავისუფლების კუნძული, რომელიც გახდათ ქართული ბეჭდვითი მედია, ახლა ნამდვილად იმყოფება საფრთხის ქვეშ. ამასთან ერთად თავის მხრივ დედაქალაქის მერიაც აუცილებს განცხადებას და ამბობს, რომ ჩატარებული აუქციონის შედეგების და მიუხედავად იმ ადამიანებს, ვინც მოიგებს და იმ სუბიექტებს, რომლებიც მოიგებენ ამ ჯიხურების ჩადგმის აუქციონს, მათ შეეძლებათ საკუთარი სურვილისამებრ გაყიდონ ამ ჯიხურებში პრესა, ანუ გაზეთები და ჟურნალები. თუმცა საინტერესოა, მე წარმოვიდგენია მაგალითად, ვინ ვერ წარმოვიდგენია მოიგოს ეს აუქციონი ობიექტურმა ამ შემთხვევაში ბიზნესმენმა და თქვა თუ იქნება ის ხელისუფლებასთან დაახლოებული, აუცილებლად იტყვის, რომ ეს მისი ბიზნესისთვის უბრალოდ არ არის მომგებენი, შესაბამისად ასეთი კითხვის ნიშნის ქვეშ პრესის გავრცელების დაყენება მე მგონი არ არის მართებული, მით უმეტეს ჩვენი ქვეყნის პირობებში, სადაც ოფიციალურადაც კი არის აგერ ერთ-ერთ სააგენტოში მოცემული, რომ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ხელისუფლებას ტელეკომპანია იმედში გაუწოლა, ანუ არხების ნაციონალიზაცია, სატელევიზიო არხებს გულისხმობ ქართული საზოგადოებისთვის და არც საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსისთვის უცხო არ არის. გარდა ამისა, კოალიცია არჩევანი თავისუფლებისთვის პრესის გავრცელების ჯიხურებთან დაკავშირებით დღესვე ავრცელებს მიმართვას. ტექსტი იდენტურია დაახლოებით ეს ადამიანები აპროტესტებენ პრესის გავრცელების შეფერხებას დედაქალაქში. და მე ხელს მაქვს კიდევ ერთი განცხადება, რომელიც მერიამ გააკეთა, სადაც მერია ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ეს უბრალოდ პოლიტიკური სპეკულაციაა, როდესაც დედაქალაქის მერიას ბრალსდებენ იმაში, რომ მას შეიძლება შეაფერხოს დამოუკიდებელი პრესის გავრცელება. რაც შეეხება ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის კუთვნილ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას, იგივე ქართულ ფოლადთან დაკავშირებული ხმაურიანის საქმე, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო და მთელი ახლის განმავლობაში მფლობელი რამდენჯერმე შეეცვალა, ინა გუდაბაძის გადაწყვეტილებით სასამართლოში გაგრძელდა როგორც საინფორმაციო სააგენტო პირველისთვის გახდა ცნობილი ქარხნის ახალი დირექტორატი ქართულ ფოლადს აუქციონზე გასატანა და ამზადებს რაც გაკოტრებული და ვალებისგან გათავისუფლებული ქარხნის ხელახლა შესაძენად ბევრად იაფი დაждდება. ამ შემთხვევაში საუბარი 84 მილიონზე, რომ ეს ვალი დააგროვა წინა ხელმძღვანელობამ ქარხნის, რომლის გადახდაზე წინა გუდავაძე უარს ამბობს. საინტერესოა, როგორ წარიმართება ეს სასამართლო პროცესი, თუმცა აქვე მითითებულია, რომ ამ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილება ძირითადად დამოკიდებული იქნება ძლიერთა ამა ქვეყნისა სატელეფონო ზარებზე. ეს გახლავთ ამ დროისთვის ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. არ გადართოთ, დარჩით მაესტროზე. სულ რამდენიმე წამში უბრალოდ ჩვენი სტუმარი იქნება დავით ბერძენიშვილი, რომელიც საკუთარ სუბიექტურ აზრს მოგვახსენებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. და გადაცემა სუბიექტური აზრი, როგორც უკვე დაგვირდით, დავით ბერძენიშვილთან ერთად გიბრუნდებათ ეთერში. საღამოშდების უბადოებით. მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. დღეს შალვას გარეშე მოგვიწევს საუბარი, ნახევარი საათის განმავლობაში და არაფერ შემიძლია თქვენთან ლაპარაკი რო არ დავიწყო. დღეისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხით. პრესის გავრცელებას ექნება საფრთხე და ეს ფაქტია, რაც არ უნდა მერე განცხადებები აკეთოს. ყოველ შემთხვევაში საერთო სურათი ჯერჯერობით ასეთია. თუმცა მე მახსენდება პრეზიდენტის განცხადება ალიაზე თქვა, მე მგონი რომ ის არ კითხულობს ამ გაზეთს. და საერთოდ გაზეთებს აღარ კითხულობს. და მაინც ფაქტია ისიც თავის მხრივ, რომ უკვე მიხეილ სააკაშვილს როგორც ჩანს გაზეთებიც კი უშლის ნერვებს და ვეღარ იტანს იმას, რომ ის თავისუფლად ხელმისაწვდომია, ასე ვთქვათ, მოქალაქეებისთვის. მოგესალმებით. მიხეილ სააკაშვილი დიდი ხანია შემჩნეულია იმაში, რომ წიგნებს არ კითხულობს, თორე გაზეთებს ის კითხულობს. ის ინფორმირებულია. ტელევიზორს უყურებს, სულ პულტი უჭირავს ხელში, ასეთი იყო სააკაშვილი, როცა მე მას ვიცნობდი და როგორც მეუბნებიან, გაორმაგებული, გასამაგებული ინტერესი აქვს ამჟამად ოპოზიციური აზრის მიმართ. სააკაშვილის ხელისუფლება პირველი არ არის, რომელიც ხელს უშლის და პრობლემებს უქმნის მედიას. 20 წლის წინაც კი უზენაეს საბჭოში საკმაოდ აგვიანებით კარგი კანონი იქნა მიღებული პრესის თაობაზე, რომელიც პრაქტიკულად არ ამუშავებულა, ანუ კანონი მიიღეს და შემდეგ შეჩერდა. მახსოვს მაშინ მე მადლობა გადავხადე. პრესის თაობაზე კანონი იყო, თემურ კორიძე მოამზადა და ყველაფერი წინააღმდეგი ვიყავი და ამიტომ ვიფიქრე რაღაცაზე მხარს დავუჭერთ, გამოერი მადლობა გადავხადე. და მაშინდელმა
პრეზიდენტმა იკითხა, კი, მაგრამ მათ ჩვენ ერთ-ერთი ეს კანონი რა მიიღეთ იმას რომ მოწონსო და მოკლედ არა მარტო და არა იმდენად ამის გამო, ხო, მაგრამ სექტემბრის მოვლენები როცა დაიწყო ეს კანონი შეჩერდა, ეს იმიტომ გავიხსენე რომ არც ერთი ხელისუფლება მედიის თავისუფლება საქართველოში მაინდა-მაინც არ წყალობდა. ეხლა შევარდნაძის დროს ხშირად არის საუბარი რომ მედია უფრო თავისუფალი იყო, მედია უფრო თავისუფალი იყო, იმიტომ რომ ერთი მხრივ შევარდნაძეს მეტი გამოცდილება ჰქონდა და ეგუებოდა კრიტიკას, მეორე მხრივ საზოგადოება იყო, თავად მედია იყო ძალიან ძლიერი და ახლა ძალიან კარგად მახსოვს მაშინ 12 წლის იყო ჩემი უფროსი ვაჟი, რუსთავს პრობლემები შეუქმნეს, იმან წამომიყვანა, მე მინდა უყურო ამ ტელევიზიას. ასე რომ და სააკაშვილის პირობებში, რა თქმა უნდა, მედიას გაცილებით მეტი პრობლემები ექნება, ვიდრე მისი წინამორბედების დროს. ბეჭდით მედიას გულისხმობ ამ შემთხვევაში დარჩენილია მართლა ერთადერთ თავისუფლების კუნძულად, იმიტომ რომ მე ჩავეკითხა და პირდაპირ არის მითითებული, რომ ხელისუფლების საკუთრებაში არის ტელეკომპანია იმედი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბეჟუაშვილების წილი რუსთავი ორში მზეში და ასე შემდეგ, ანუ მონოპოლიზაცია, ფაქტობრივად ნაციონალიზაცია მოხდა მთლიანად სატელევიზიო მედიის. არ გულისხმობ თქვა მაესტროს და კავკასიას, რომლის დაფარვის სივრცე ამ შემთხვევაში არ არის ისეთი, რაც საჭიროა თუნდაც იმისთვის, რომ რეგიონებში ადამიანებმა იცოდნენ სიმართლე. პრესა რჩებოდა ერთადერთ ასე ვთქვათ, ხელის სფეროც, სადაც სააკაშვილი ვერ ჩაერია პირდაპირ. მიუხედავად იმისა, რომ პალიტრის შემთხვევაში ამის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ერთი სწორედ იმის გამო, რომ მაესტროს და კავკასიის დაფარვა არ არის საკმარისი. თუმცა აქ არის პოზიტიური ტენდენციები, მე ვიცი, რომ ძალიან ბევრ რეგიონში ხალხი უკანასკნელ გროშებს აგროვებს, რომ თებშები იყიდონ და მაესტროს უყურონ, ეს ტენდენციაც არის განსაკუთრებით ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ, იმედი გაუჩნდა ხალხს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. ჟურნალისტებმა რა უნდა ვქნათ, რომ ამ ბრძოლაში და ეს ბრძოლა, ეს უკვე პირდაპირ ბრძოლის გამოცხადებაა ჟურნალისტებისთვის, ხო? ანუ რა უნდა ვქნათ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტებიც კი ხელისუფლებასთან ბრძოლაში მარცხდებიან. ჟურნალისტებიც არიან და ჟურნალისტებიც არიან კიდე პროპაგანდისტები. ასე რომ თუ ვინმეს გაახსენდება რაღაც უძველეს პროფესიაზე რაიმე პროპაგანდისტებს ეხება ესა და ამ ხელისუფლებას ბევრი პროპაგანდისტი ყავს ქართულ მედიაში. ეს ეხება ძირითადად სატელევიზიო არხებს, სახელისუფლებო სატელევიზიო არხებს და არა მხოლოდ ჟურნალისტებს, სახელისუფლებო ექსპერტებს, მე მგონი კიდევ უფრო დიდი დოზით ეხება ეს, როცა იციან სიმართლე და შეგნებულად ყვიან. რაც შეეხება მედიას, ბეჭდურ მედიას. ვერც ერთ ტელეგადაცემაში, ვერც ერთი ჟურნალისტი, ვერც ერთი რესპონდენტი ისე კვალიფიციურად და ღრმად ვერ ისაუბრებს საკითხებზე, როგორც ეს არის ბეჭდურ მედიაში. საქართველოში არის რამდენიმე გაზეთი, რომელსაც მე სიამოვნებით ვკითხულობ, ვერ ვიტყვი რომ ახლა ყველა ნომერში რაღაც განსაკუთრებით საინტერესოა, მაგრამ არის ანალიტიკური წერილები, არის უფრო მეტი სიღრმით ან სიღრმის პრეტენზიით შექმნილი მასალა, რომელიც ხელისუფლებისთვის პრობლემურია. ამასთანავე მედია ეს არ არის მარტო ნაბეჭდი მედია. პრაქტიკულად ეს არის ინტერნეტ სივრცე. როდესაც საინფორმაციო სივრცეში ის რაც იწერება რეზონანსში თუ გვირის პალიტრაში თუ ნებისმიერ სხვა გაზეთში, ახლა მე არ მინდა პრეფერენციები, თუმცა ის ორი გაზეთი, რომელიც მე ხო სუბიექტური აზრია, მაგრამ მე პირველ რიგში ამ ორი გაზეთს ვკითხულობ, მაგრამ სხვა გაზეთებსაც ვკითხულობ. ეს გაზეთები, ეს მასალები სააგენტოების მეშვეობით ტირაჟირებულია. დღეს საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში და დიდ ქალაქებში ძალიან დიდი ნაწილი ადამიანებისა ინფორმაციას იღებს, მათ შორის პოლიტიკურ ინფორმაციასაც იღებს ინტერნეტის მეშვეობით. ნაწილი ახლა ჩვენს გადაცემას უყურებს პირდაპირ ეთერში, სხვა ნაწილი ამას ნახავს მაივიდეოს ან მაესტროს საიტის მეშვეობით, ან ხვალ, ან ზეგ, ან თუნდაც ერთი თვის შემდეგ. ამიტომ, როდესაც ხდება ბეჭდური მედიის და ელექტრონული მედიის ინტერნეტ სივრცის პრაქტიკულად გაერთიანება, ამიტომ ბეჭდური მედიის ასპარეზი დღეს განუზომლად მეტია, ვიდრე ეს იყო თქვა შევარდნაძის მმართველობის დროს. ამიტომ სააკაშვილის დღეს უფრო ეშინია ბეჭდური მედიის, ვიდრე ეშინოდა
თქვათ, თუნდაც 5-6 წლის წინ, ან მით უმეტეს მის წინამორბედებს, ახლა ასანაბაჟზე ამ ხრივაც გამორჩეული იყო იმას ვულგარი ინტერნეტის გარეშეც ქახალდზე დაბეჭდილი საინფორმაციის დაბლოკვის დიდი გამოცდილება ჰქონდა. მე ვფიქრობ, სწორედ ის, რომ არა მხოლოდ მაესტრო და კავკასია, არამედ ინტერნეტ სივრცე არის პრობლემური. თუ ინტერნეტ სივრცე პრობლემურია და ინტერნეტ სივრცეში დიდი ნაწილი ინფორმაციის ეს არის გაზეთებში დაბეჭდილი მასალა, ანალიტიკურ მასალებზეა ლაპარაკი, ამიტომ გაზეთებს უნდა შეუქმნას პრობლემა. ეხლა თუ წარმოვიდგენთ ასე მარტივად, რომ ნუ კარგი ჯიხურში ვერ იყიდიან, მაგრამ ინტერნეტით ნახავენ, წაიკითხავენ, ბუნებრივია ასე არის, ძალიან ბევრი მაინც გაზეთს კითხულობს, და მერე თუ ჯიხურში არ გაიყიდება, მოკვდება ის მედია საშუალება, რომელიც არ არის ახლა კარგი ცხოვრებით არ არის და ამიტომ ვერც ინტერნეტში ვერ იქნება. როგორი მედია უნდა სააკაშვილს რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ნაციონალურ სატელევიზიო არხზე გავიდა რეპორტაჟი, რომელიც ეხებოდა საქართველოს უწმინდეს და უნიტარის საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს, ანუ მის ვიზიტს მოსკოვში და ასე შემდეგ. ნუ ფაქტობრივად აქ იყო რუსეთის პატრიარქზე რეპორტაჟი, მაგრამ ნუ პარალელები იყო და სტრიქონებს შორის ძალიან მარტივად იკითხებოდა ის განწყობა, რომელიც ამ რეპორტაჟის ავტორს და სავარაუდოდ ამ გადაცემის შემოქმედების ჯგუფს აქვს პატრიარქის მისამართით. ამ გადაცემამ ბატონ დავით იმ ადამიანებს, ვისაც მე პირადად შევხვდი, საკმაოდ უკუ რეაქცია გამოიწვია. ეს ჩვეულებრივი ობივატელის თვალსაზრისით, ანუ კუთხიდან გეუბნებით. ამან გამოიწვია რეაქცია უკუღმა, ამ შემთხვევაში მან იმ პროპაგანდით ვერ იმუშავა მაყურებელზე. როგორც უნდა იმუშავა. დღეს ეგრე თქვა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აკეთებს განცხადებას, რომ კათოლიკოს პატრიარქის მოსკოვში ვიზიტის შეფასება მას გაუჭირდება. რეალურად ჩვენ ხვდებით ბრძოლას რამდენიმე მიმართულებით, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს. მედია და საპატრიარქო და ეს ბრძოლა აშკარაა და სახეზეა, ჩვენ არაერთხელ გვინახავს თქვა საკურთხეველში შესული თანამდებობის პირები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი უკანასკნელი შემთხვევა საქართველოს პატრიარქის ვიზიტი მოსკოვში და თქვა ამის მერე დაწყებული მართლა ეს პანიკა, ისტერიკა, მედია ისტერიკა ალბათ უფრო. ხელისუფლება ებრძვის ყველას, ვინც მიაჩნია, რომ შესაძლოა იყოს მისი წინააღმდეგი, ვინც არ არის მისი მეხოტბე. საქართველოს პატრიარქი, ძალიან მრავალი წლის განმავლობაში მე პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც ის გახდა პატრიარქი და მაშინ ჩვენ ძალიან ხშირად დავდიოდით სიონში მის გადაგებებზე. იმ დროიდან მოყოლებული, ვაკვირდებით, ბუნებრივია, როგორია მისი განწყობა, მისი დამოკიდებულება და მისი გავლენები ჩვენ საზოგადოებას. 77 წლიდან მოყოლებული, სულ უფრო და უფრო მაღალია ნდობა პატრიარქის მიმართ და ბუნებრივია, რაკი საქართველოს პატრიარქი და საერთოდ საპატრიარქო არ შეიძლება იყოს განხილული როგორც სახელმწიფო პროპაგანდის შემადგენელი ნაწილი, ამიტომ მით უმეტეს ისეთ ვითარებაში, როდესაც გამოჩნდა პოლიტიკური საპირწონე ბიძინა ივანიშვილის სახით, ასე დროს საპატრიარქო და განსაკუთრებით პატრიარქი ხელისუფლებისთვის არის საშიში. ბუნებრივია, ძალიან კორექტული არის პატრიარქის შეფასებებშიც, იგივე ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, ერთი თვის შემდეგ გააკეთა მან ძალიან კორექტული განცხადება და მოუწოდა სააკაშვილს, რომ ახლა ივანიშვილი არის ქართველი და არის საქართველოს პროკურორი, ისევე როგორც ნებისმიერ. მე შეხვდა კიდეც. უამრავჯერ შეხვედრია არა მარტო სააკაშვილს, არამედ ახლა მივარდნებიც კი ყოფილა ამა თუ იმ საკითხის განხილვის დროს სახელმწიფო წარმომადგენლების მხრიდან. ამიტომ არ შეიძლება ჩვენ საპატრიარქო განვიხილოთ როგორც რომელიმე მხარის წარმომადგენელი ან თუნდაც მხარდამჭერი. გნებავთ ნაციონალური მოძრაობის, გნებავთ ამა თუ იმ ოპოზიციური ძალის, მაგრამ ხელისუფლებისთვის ასეთი მაღალი ნდობის მქონე ადამიანი, რომელიც გამოკვეთილად ყოველთვის პირველ ადგილზეა ნდობის რეიტინგით და ინსტიტუტი მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ასევე პირველ ადგილზეა ნდობის რეიტინგით, თუ ვერ არის მისი კონტროლის ქვეშ, ეს მას აწუხებს და აწუხებს განსაკუთრებით მაშინ, როცა პოლიტიკური ალტერნატივა არსებობს. და ავიღოთ მედია. მედიის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება, ბეჭდური მედიის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება ხან არის
ესეთი ამტანი აიტანს, რაც იქ იწერება, ხან არის რომ აღარ იტანს და პრობლემებს უქმნის. და როდის ხდება ეს? როდესაც არის პოლიტიკური ალტერნატივა ჩამოყალიბებული. მედიაზე ზეწოლა განსაკუთრებით მძაფრი იყო მაშინ, როდესაც გაერთიანებულმა ოპოზიციამ 2007 წელს უზარმაზარი ენერგიის მობილიზება შეძლო. ანუ ეს ნაციონალური პანიკის ნიშანია, ბატონო. რა თქმა უნდა და გიორგი მარგველაშვილმა დღეს დაარქვა, აბას რაღაცა მთელი ქვეყნის მასშტაბით სააკაშვილის ენცეფალოგრამის ტირაჟირება ხდებაო და არის ეს სერიოზული პრობლემა, როცა არის პოლიტიკური ალტერნატივა, სახიფათო და დაადასტურა გოჩაცკეთიშვილის კვლევებმა, რომ თურმე ძალიან სახიფათოა ხელისუფლებისთვის, დღეს თქვა გოჩაცკეთიშვილმა, მე ბევრი კომენტარი არ გააკეთა, მაგრამ გამოაქვეყნა მან წერილი, რომ თურმე ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას 51% მიესალმება, 53-ია მგონი, რომელიც მას ის წარმატებაში დარწმუნებულია და ამ დროს 20, 18, 16-ია ის ანუ ადმინისტრაციული რესურსი მისი მოწინააღმდეგეები. შუაში არის კიდე დაახლოებით 30%-იანი ნეიტრალები, რომელსაც იაგო კაჭკაჭიშვილი რაღაცა სლენგზე გაჭირვებულებს ეძახს. ანუ ვინც არ პასუხობს ის სინამდვილეში მათი საკმაოდ დიდი ნაწილი თუ დაინახა რომ წარმატება შესაძლებელია, ის უკვე აი ამ ხელისუფლების ალტერნატივის მომხრეა. რა კი გაჩნდა პოლიტიკური ალტერნატივა, ამიტომ შეტევა მედიაზე და სამარცხვინო უსაფუძვლო ბრალდებები ეკლესიაზე. ბატონ დავით, პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც იგვიანებს და მერწმუნეთ, რომ საზოგადოებაში ბიძინა ივანიშვილის მიერ ძალიან სწრაფად გადადგმულმა რამდენიმე ნაბიჯმა შექმნა, რა თქმა უნდა, მოლოდინი, რომ ქმედება გაგრძელდებოდა. დღეს გასაგებია, რომ აქ რაღაცა პრობლემებია, რომელსაც იგივე თქვა, საჯარო რეესტრი ქმნის და ასე შემდეგ, მაგრამ მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ახალწლამდე ვერ მოესწრება პარტიის ჩამოყალიბება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც იმისთვის, რომ თქვა, მოხდეს რაღაცა ტემპის აკრეფა, რომელიც უნდა აკრეფოს პარტიამ იმისთვის, რომ უკვე შემოდგომაზე მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ხომ არ აგვიანებთ, ბატონ დავით? მე ვფიქრობ არა, იმიტომ რომ პოლიტიკა მარათონია. თუ კონსტიტუციური ვადების მიხედვით თუ ჩატარდა არჩევნები წინ მთელი წელია, თუმცა ნებისმიერ დროს ჩვენც ვემზადებით ამისთვის, რომ შესაძლოა იყოს ვადამდელი არჩევნები, მაგრამ ვადამდელი არჩევნები ხვალდაზე ვერ გაიმართება, იმასაც მისი პროცედურები აქვს. ამიტომ ამ თვალსაჩინით ახლა მას ყავს ორი პარტნიორი პოლიტიკური პარტია და ახლა შიდა სამზარეულოს ასე საჯაროდ არ გამოვიტანთ, სრულიად გასაგებია ეს ჩვენი საზოგადოებისთვის ინფორმაცია საზოგადოებას აქვს, რომ სათანამშრომლო ფორმატი იქნება, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ განსაკუთრებით ბოლო ხანებში ინტენსივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა რესპუბლიკების და თავისუფალი დემოკრატების თანამშრომლობისა ივანიშვილთან და მის გუნდთან. თუმცა ტაიმაუტი მაინც სახეზეა. მე ვიტყვი ასე, რომ ჩვენ რომ ვემზადებოდეთ რაიმე მასშტაბური აქციის ჩასატარებლად, თქვათ ორ კვირაში, მაშინ ეს ორი კვირა უნდა იყოს დატვირთული. მაგრამ ჩვენ ვემზადებით აი ამ მარათონისთვის და აქვე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ივანიშვილის ეს საზოგადოებრივი მოძრაობა ეს იქნება ძალის დემონსტრირება, დარწმუნებული ვარ, ყველა კვლევა ამას აჩვენებს, განწყობებიც ასეთი არის, რომ ინტერესი ამ საზოგადოებრივი მოძრაობის მიმართ მაღალი არის, რაც შეეხება ივანიშვილის პარტიას. ეს პარტია ასე უცებ ვერ ჩამოყალიბდება, თუმცა შეიძლება შეიქმნას ეს თავად ბიძინა ივანიშვილის და მისი უშუალო წრის გადასაწყვეტია, როდის რა მასშტაბის და ინტენსივობის სუბიექტი შეიქმნას. ახლა მე მინდა მაყურებელს აუხსნა, რომ რესპუბლიკური პარტია არის სუბიექტი, თავისუფალი დემოკრატები არის სუბიექტი, ბიძინა ივანიშვილი რომ დღეს საქართველოს მოქალაქე იყოს, მაშინ თქვათ დიდი აუცილებლობა იმისი რომ დღესვე პარტია იყოს შექმნილი, არ იქნება გაგახსენებთ ალიანსის პერიოდს, ირაკლი ალასანიას არ ყავდა არანაირი პარტია, მოგვიანებით შეიქმნა თავისუფალი დემოკრატია, ანუ სტრუქტურის თვალსაზრისით ამ შემთხვევაში თქვენ მაგრამ ის არის იმ ვითარებაში რომ თავად პერსონალურად ვერ იქნება ოფიციალურად და ფორმალურად აი ამ სამომავლო პოლიტიკური ცენტრის უშუალო სუბიექტი და ამასთანავე მას რა კი პარტია არ აყავს, პარტიულადაც ის ვერ იქნება. ამიტომ რაღაც პროცესში ეს იურიდიული მოცემულობები
იქნება დაცული და ამ თვალსაზრისით პრობლემა არ არის. თავარია მუშაობა და არა ფორმალური გასაგებია, მაგრამ აი მუშაობას რაც შეეხება, თქვენ აღნიშნეთ, რომ თითქმის მთელი წელია დარჩენილი არჩევნებამდე, მაგრამ მე ამას ვერაფრით დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ქართულ სინამდვილეში ხა ყველა მისის, რომ 15 დეკემბრის მერე დაახლოებით 10 თებერვლამდე ყოველ შემთხვევაში, პირველ რიცხვამდე თებერვლის, ასე პოლიტიკური პროცესები მეტნაკლებად კი არა და თითქმის შეჩერებულია. ამის შემდეგ გვაქვს გაზაფხული, ანუ პოლიტიკურად აქტიური პერიოდი, მერე მოდის ზაფხული, როდესაც ასევე ინტენსიურობა ვთქვა და პოლიტიკური ქმედებების რა თქმა უნდა მცირდება. სწორედ ამიტომ გეკითხებით, აქ იქნება საუბარი რეგიონებში გასვლაზე, ბატონ დავით. ანუ ამ შემთხვევაში ივანიშვილს რესპუბლიკელებს და ალასანიას გუნდს აქვს გათვლა ისე მხოლოდ თბილისზე თუ არა, რა თქმა უნდა, მე შემიძლია უთხრა ჩვენს მაყურებელს, რომ პრაქტიკულად დამთავრებულია თბილისში ოფისების გახსნა უახლოეს დღეებში. ეს ოფისები იქნება, ეს იქნება 20 ოფისი თბილისში. ეს არის რესპუბლიკური პარტიის და თავისუფალი დემოკრატების ოფისები. ბუნებრივია საზოგადოებრივი მოძრაობა, ქართული ოცნება აკრებს და მას მისი ოფისები ექნება და არა მარტო თბილისში. ჩვენ პრინციპში მზად ვართ უკვე რამდენიმე გამონაკლისის გარდა რაიონებს გულისხმობ მთელი საქართველო მოვიცვათ და უახლოეს 1-2 კვირის განმავლობაში ასეთი სტაციონარები იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით, იქნება ეს ოფისებიც, მაგრამ ოფისზე ჩვენ არ ვლაპარაკობთ, რომ აი გაიხსნა ოფისი, აბრა ჩამოიკიდა. ჩვენ უახლოეს დღეებში დავიწყებთ ამომრჩევლის აღწერას. აი სახელმწიფო კომისია ხო შეიქმნა, რომელმაც ისევ ძველი მეთოდით უნდა დაიწყოს ამომრჩევლის შემოწმება, დაახლოებით 25-30% ზედმეტი ამომრჩეველი უამრავჯერ შეგვიმოწმებია, მაგრამ ჩვენ თავად დავიწყებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით, აი ახლა ხვალზე გვიწყებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით ამის აღწერას. ეს ნიშნავს 10,000-ობით ადამიანის უშუალო ჩართვას ამ პროცესში. და მეორე, მე ამას დავარქმევდი, თქვა პირობითი სახელწოდებით, თქვა მილიონი მოქალაქე ივანიშვილის მოქალაქეობისთვის. ეს კამპანიაც დაიწყება. მილიონი ამომრჩეველი, ეს არის არჩევნების მომგები რაოდენობა საქართველოში. ამიტომ მთელი დეკემბერი იქნება ძალიან დატვირთული და იქნება დატვირთული აი 10,000-ობით ადამიანი იქნება ჩართული დეკემბერში ივანიშვილი, ქართული ოცნება, მისი პარტნიორი ორგანიზაციების საქმეში ჩვენ პრაქტიკულად ყველა ოჯახს შესვლას ვაკეთებთ. ბატონ დავით, თქვენ ახსენეთ ადამიანები, რომლებსაც უკავიათ ესე თქვა შუა პოზიცია, რომელსაც ივანიშვილმა ისაუბრა, რომ შუა უნდა გაიკრიფოს, რომელსაც იანთაძე შუაში სტეპს ეძახის და იეგო კაჭკაჭიშვილი, როგორც თქვენ თქვით, გაჭირვებულებს. ამ შემთხვევაში დღეს დაიდო ახალი ამბავი, რომ ოპოზიციის ნაწილსა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება მიიღწა 190-მდე დეპუტატების რაოდენობის გაზრდაზე. ანუ ეს არის პოზიცია, რომელმაც თქვა შუაში სტებმა მიაღწია შეთანხმებას თუ მაინც თქვა ამ შემთხვევაში ივანიშვილის აზრზე დაარჩებით და იტყვით, რომ ეს სახელმწიფო პროპაგანდაა ეს. ოპოზიციის იმ ნაწილის ერთი ნაწილი ვფიქრობ არ არის კმაყოფილი, რომ ივლისში ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მიიღო. მემარჯვენეებს გულისხმობთ? ნუ იმიტომ რომ მემარჯვენეები პოლიტიკური მარათონის ბოლო ეტაპზე აღმოჩნდნენ სხვაგან და 42 კილომეტრამდე ვერ მიაღწიეს. და მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ არ ჩამორჩენილი იყვნენ, იმიტომ რომ პრაქტიკულად რამდენიმე წლის განმავლობაში გამოვიდა ისე, რომ თავიდან ბოლომდე საარჩევნო გზის ბოლომდე ერთგული აღმოჩნდნენ რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები, როცა დიდი წნეხი იყო, ხელისუფლება ამბობდა, რომ არჩევნებს მე მაინც ვიგებ და ხალხს ეუბნებოდა, რომ ჩემი კანონმდებლობა, ჩემი გარემოა და რისი იმედი გაქვთ, და იყო ოპოზიციის მხრიდან, ერთი ნაწილის მხრიდან რაღაცა ფსევდორევოლუციური აღდგინება, რომ არიქ აპრილში უნდა გაუშვათ ერთი პარტია ამბობდა, არა მაისში უნდა გაუშვათ მეორე პარტია ამბობდა, ორივე პარტია გალევის მდგომარეობაში. ბატონო? რატო ემართება გამურალიძეს სულს? არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ეს ვითარება მივიღეთ, როგორიც მივიღეთ და მათი მდგომარეობა ძალიან რთულია ახლა ბუნებრივია, თუმცა ახლა ყველას თავისი შესაძლებლობები აქვს. 150 იქნება თუ 190? ეს თვისობრივად არაფერს არ ცვლის. როცა გოჩა წკიტიშვილი ამბობს, უახლოეს ხანებში იქნება იაგო კაჭკაჭიშვილის კვლევა, ვიცი რომ აი არა ის შეკვეთილი აქვს კვლევა და მალე უნდა იყოს, ანუ დეკემბერი ინფორმაციის თვალსაზრისითაც დატვირთული იქნება. ხელისუფლებას სურს კვლევები აქციოს პროპაგანდად.
ამიტომ ის იტყვის, რომ აი დაახლოებით ესეთ ხელისუფლება ერთი ხელით ბატონ დავით აშკარაა რომ ემზადება ვადამდელი არჩევნებისთვის. კი, ხელისუფლება ემზადება იმისთვის, რომ შესაძლოა დაჭირდეს ვადამდელი არჩევნები. ანუ გეგმა B აქვთ ასე კი, ვთქვათ. აქვთ და ყველაფრიდან ეს ჩანს, მე ისიც კი ვიცი, ვინ აგროვებს ფულს ხელისუფლების მხრიდან, შავი ფულის შეგროვების პროცესი მიმდინარეობს ვინ ახლა. აგროვებს ბატონ დავით? ბატონი ნიკოლაიშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომელიც ძალიან გზებს რო აგებს და ლურჯად რო უნდა შეგებას და 50 მილიონი რო დაჯდა თურმე რიკოტის გვირაბის რემონტი. გვირაბის რემონტი 50 მილიონი დაჯდა, აქედან 80% არ არის აქაური ფული, 20%-ით მონაწილეობს ქართული ბიუჯეტი და ახლა იმ 50 მილიონიდან რამდენია წასული აი ზუსტად არ ვიცი. საარჩევნო ნაციონალურ კულაბაში, ხო, ამიტომ ეს ვითარება არის ხელისუფლება თავისთვის ფულს აგროვებს, შავ ფულს აპირებს მიიღოს ისეთი კანონი, რომ ივანიშვილის ფულის რეალიზება საარჩევნო კამპანიაში ვერ მოხდეს, ანუ სულ დაკეტონ, ოპოზიციას ანგარიჯზე უნდა კონდეს ნული. ეს არის ხელისუფლება, ნულს ქვია ახლა ის, რომ 100,000-ზე მეტი არ შეიძლება რომ 60,000-ზე მეტი ფიზიკური პირიდან და იურიდიული პირიდან ნული. როცა თვითონ თავაზობდნენ ივანიშვილის გამოჩენამდე, რომ მოდი 200,000 იყოს, იმიტომ თავისთვის მე რაღაც კანონის ინიციატივაც კი ნახე, რომელიც პარლამენტში უნდა შესულიყო, რომ ამ შემთხვევაში ქართულ პარტიებს, ოპოზიციურ პარტიებს გააზრდათ დაფინანსება იმისთვის, რომ თქვა პალიკო კუბლაშვილის კომენტარიც კი მახსოვს ამ თემაზე, რომ რუსული წარმოშობის ან უცხოური წარმოშობის სპეცსამსახურების ფულით ყველაფერი უკან წაიღეს, თავისივე ინიციატივები უკან წაიღეს, არა მარტო პარტიებზე. იქ კანონპროექტში წერია, ეს კანონპროექტი არის ეს ჟურნალ ტაბულას ირგვლივ შეკრებილი ხალხი, იანოდია და კამპანია ჯაფარიძე. ისინი, პირდაპირ ამ კანონპროექტში წერენ, რომ არა მარტო პოლიტიკურ პარტიებს უნდა ეკრძალოთ იურიდიული პირებისაგან დაფინანსება, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ კავშირი აქვთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან. მაგალითად, რომელიმე რესპუბლიკელი რომ აღმოჩნდეს რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის გამგეობაში, ან იქ ლექციებს კითხულობდეს, ეს ხო უკვე პირდაპირ კავშირია და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ხელისუფლების ინტელექტუალური უციფარობა, იმიტომ რომ ერთი მხრივ ეშინიათ, მეორე მხრივ მათ არიციან რა დაუპირისპირონ ივანიშვილის მზარდ პოლიტიკურ ალტერნატივას და აი ამ შიშის გამო ერთმანეთის მიყოლებით მოძდით შესწავლები. კი ბატონ დავით, მართალია თქვენ ხედავთ ინტელექტუალური სიმწიფის დეფიციტ ხელისუფლებაში, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ რა გზითაც აქამდე ხელისუფლება მოქმედებდა, აბსოლუტურად სწორად მოქმედებდა. ანუ ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ოპოზიციამ გადადგა ამდენი წლის განმავლობაში, ანუ უკანასკნელ 4 წელიწადს გულისხმობ, აღმოჩნდა, რომ ხელისუფლების მხრიდან ძალიან ადეკვატური რეაქცია ყოფილა. თქვა, იგივე იგნორირება 2009 წელს აქციების, ახალი კანონების მიღება და ასე შემდეგ, ანუ ხელოვნურად ამ ბარიერების შექმნა. და ამ შემთხვევაში ვთქვათ, ივანიშვილს, რომელიც გეგმავს გასაგები არჩევნებში მონაწილეობას, ვთქვათ, ჩვენ ამ შემთხვევაში ოპოზიციას იმედი აქვს, რომ ხელისუფლებას ხელი წაუწდება და არჩევნებს გააყალბებს და სახეზე პრინციპში გვაქვს მხოლოდ სამოქალაქო მოძრაობა, რომლის დაფუძნებაც არ გვინახავს ჯერ. ჩვენ სულ არა ვართ ორიენტირებული იმაზე, რომ აი მოდი გავაყალბებიო და მე თიც დავუქნათ. ჩვენ ვეცდებით, რომ ვერ გააყალბოს. მოდი ანალოგიას გავავლებ, ანალოგია ბუნებრივია ზუსტი არ არის, მაგრამ პერიოდი ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, ვთქვათ 2010 წლის მაისის ბოლოდან 2011 წლის 7 ოქტომბრამდე, ანუ ივანიშვილის პირველ განცხადებამდე, მე მახსენებს პერიოდს 2000 წლის აპრილიდან, როცა შევარდნაძე პატიაშვილის საპრეზიდენტო არჩევნები იყო და ხალხი არ მივიდა, ანუ ხალხი ზურგი დადგა პოლიტიკის მიმართ. და გააყალბეს ის არჩევნები, თორემ იგნორირებული იყო. 2001 წლის ბოლომდე რუსთავი ორში რო შევიდნენ და აქციები დაიწყო. აი ეს ორი პერიოდი დაახლოებით თანაბარი რაცა თვეებისა და დღეებისა, ეს ორი პერიოდი ერთმანეთს ააგავს იმ მხრივ, რომ საზოგადოებას ამომრჩეველს აღარ აინტერესებდა 2000-2001 წლებში პოლიტიკა და ცდილობდა და იმედი არ ჰქონდა, რომ შევარდნაძეს დაძლევდა, პატიაშვილს არ ენდობოდა, ამიტომ დაუდგა ზურგით პოლიტიკა საკუთარ პრობლემებს მეტნაკლებად წყვეტდა ან ვერ წყვეტდა. მაგრამ 2001-ის ბოლოდან, შემდეგ 2002-ში ადგილობრივი არჩევნები, 2003-ში 2 ნოემბრის არჩევნები, უკვე როგორც კი გამოჩნდა პოლიტიკური ალტერნატივა,
მაშინ სააკაშვილის სახით საზოგადოება გახდა უფრო აქტიური. დღეს აი ამ თვითმმართველობის არჩევნების მერე ვერ წარმატებული რვიანის პროექტი, აი ბოლო ეტაპზე რაღაცა წაუცდათ პარტნიორებს ფეხი გადაუცდა და სახელმწიფო მხარეს გადავიდნენ, ასე აღმოჩნდა ობიექტურად ეს ასეა. ანუ თქვენ დღემდე სახელმწიფო მხარეს ყოფნა? რეალურად ეხლა ხო გამოჩნდა, მაშინ თლათ ასე პირდაპირ ვთქვათ, მე მაშინაც ვამბობდი და გულისკევილით ვამბობდი, ამას ყველა არ მემეტებოდა იქა, რაც ახლა მემეტება იმ მხარეს, მაგრამ ასმე რაც ივანიშვილი გამოჩნდა, სულიად ნათელია რომ ორფერში მიდის პოლიტიკური პროცესი. იმიტომ რომ მესამე გზისთვის ბრძოლა ეხლა ძალიან რთულია. ნაციონალური მოძრაობის და ივანიშვილის პოლიტიკური ეს ადამიანები ამბობენ რომ მესამე გზაც არის. მე მომისინჯავს თავის დროზე ეს მესამე გზაც. აი სწორედ ეს მინდოდა და მეკითხა რესპუბლიკური პარტია ანუ რეალურად თქვენ არ ხართ ცნობილი საკუთარი რადიკალური პოზიციით. ყოველთვის ცდილობდა რაღაც ობიექტურად მოვლენების შეფასებას, ნუ აი ამ შუა გზაზე გავლას და ძალიან ფრთხილად. ახლა ისე აღმოჩნდა რომ რესპუბლიკური პარტიის ლიდერები ამტკიცებენ რომ რეალურად ორი პოლუსია ამ შემთხვევაში ქართული პოლიტიკის. ეს ვითარებაა, იმიტომ რომ იყოს ქვეყანაში ვითარება ესეთი რომ 4, 5, 6 პარტიას კონკურენტულ რეჟიმში შეუძლია ერთმანეთს ეპაეკრონ, მაშინ ეს იქნებოდა კარგი. მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებამ, ისევე როგორც თავის დროზე შევარდნაძის ხელისუფლებამ, ისევე როგორც უფრო ადრე კომუნისტებმა უზრუნველყვეს ისეთი გარემო, რომ მათთან დამპირისპირებელი იყო ერთი დიდი მძლავრი ოპოზიციური გაერთიანება, რომელიც ჯერ სხვა ოპოზიციური გაერთიანებებს გაასწრებდა და შემდეგ უგებდა ან ვერ უგებდა მოქმედ ხელისუფლებას. 90 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებიდან მოყოლებული, პირველი უზენაეს საბჭოს კარგად ჩატარებული არჩევნებიდან მოყოლებული. სულ ბოლო არჩევნებით დამთავრებული, ну თუნდაც თბილისის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიც, აი 2010 წელს ბოლო არჩევნები. ორი მთავარი პოლიტიკური ძალის ხელისუფლების და მისი მთავარი ოპოზიციური კონკურენტის მიერ მიღებული ხმების ჯამი არის მინიმუმ 2/3 და ან 4/5-იც კი. ეს ორი ჯამურად იღებს 2/3, 3/4, 4/5-ც. ასე იყო მოქალაქეთა კავშირი აღორძინება, გვალიმაგი და კომუნისტები, ასე იყო გაჩეჩილაძე, სააკაშვილი 2008 წლის იანვარში. აი 80%-ია თქვა სააკაშვილის და გაჩეჩილაძის ხმების ჯამი ოფიციალური შედეგებით. თუმცა არაოფიციალურადაც გაჩეჩილაძე წაართვეს, სააკაშვილმა მიიმატა დაახლოებით იგივეა. დაახლოებით 20%-იანი ნიშა რჩება მესამეებისთვის. და როცა არის ბევრი მესამე, იქ შესაძლოა ერთმა ან ორმა გადალახოს ბარიერი, თქვა ახლა 5%-იანი, 7-იანი არ არის, მაგრამ და მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს და ეს ძალიან ძნელია. ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს არ ცვლის რომელიმე მესამე პატარა ჯგუფის არსებობა პარლამენტში, ან თუნდაც 2/3, მესამე-4 ჯგუფის არსებობა პარლამენტში, რომელიც ჯამურად იქნება, ვთქვათ, ასეთი პარტიები მაჟორიტარულ ოლქებს ვერ იგებენ. როგორც ეს მაჟორიტარს იგებს რომელიმე ორი წამყვანი ძალიდან, ან ძალიან მაგარი უნდა იყოს მაჟორიტარი და ყოფილა ესეთი შემთხვევები, როცა სხვა ძალიდანაც. ამიტომ მათი მონაწილეობა იქნება მინიმალური, ძირითადი იქნება ბრძოლა აი ამ ორ სპექტრს შორის. გასაგებია, მაგრამ თქვენ უარყოფთ ამ მესამე გზის არსებობას, ეს იმ დროს, როდესაც ივანიშვილმა თავისი პირველივე განცხადებაში ფაქტობრივად ამ პოლიტიკური სპექტრის იმ ნაწილს, რომელიც დღეს მესამე გზას ადგას, თავად ასე ვთქვათ, შემოულო ხაზი იმ ანუ მან გამიჯნა, ასე ვთქვათ, ოპოზიცია, ფსევდოოპოზიცია დაარქვა ნაწილს, მეორე ნაწილს დაარქვა რაღაცა. ნუ გავარკვეველი რეალური ოპოზიცია, მოდით ჭალებში ვიხმაროთ ეს სიტყვა. ამ ადამიანებს უბრალოდ ამ პოლიტიკურ სუბიექტებს სხვა გზა არ დარჩათ, რომ მესამე გზაზე ყოველ შემთხვევაში არის საუბრო მაინც. მე ლაპარაკობ, რომ ძალიან გაჭირდება მესამე გზის რეალიზება. ეს იმას სულაც არ ნიშნავს პირიქით, სწორედ იმას ვამბობ, რომ რომელიმე მესამე და შესაძლოა რომელიმე მეოთხე პარტია პარლამენტში ბარიერის გადამლახველი აღმოჩნდეს, მაგრამ ის ძალის მატარებელი ვერ იქნება, მესამე ძალის ფუნქციის მატარებელი ვერ იქნება. მოდი ესე ვთქვათ, აი გერმანიაში ორი ტრადიციული დიდი პარტია არის. ქრისტიან დემოკრატები, ну, თავის ქრისტიან სოციალურ პარტიასთან ერთად და სოციალ-დემოკრატები. როგორც კი მესამე, მეოთხე, მეხუთე პარტიებმა, ლიბერალ თავისუფალმა დემოკრატებმა, მწვანეებმა და მემარცხენეებმა ჯამურად მიიღეს
35-36%. ანუ ეს სამი ჯამურად იმდენივეა, მეტიც კია, რაც მეორე ადგილზე გასულმა პარტიამ სოციალ-დემოკრატებმა მიიღეს და იმდენივეა, რაც ქრისტიან-დემოკრატებმა, ანუ სამი თანაზომადი თუ არის, მაშინ ეს არის მესამე გზა. შუაში სტეპსა გაჭირვებულობს რაღაც ბრძოლის მეთოდის შემუშავება და ეს ამ ხელისუფლებამ შექმნა ეს პირობები და კარგი იქნება თუ ხელისუფლებაში ის ადამიანები, რომელთაც ჭკუა მოეკითხებათ, ყოველ შემთხვევაში ადრე მოეკითხებოდათ, თუ ადეკვატურად შეაფასებენ ვითარებას, უნდა იბრძოლებენ პარტიულად პოლიტიკაში გადარჩენისთვის. ანუ პირველი ნახევარსფერული პარტია თუ გვეყოლება საქართველოს ნაციონალური მოძრაობის სახით, ეს არ იქნება ცუდი. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ მათი ინტელექტი შეძლებს ამის გააზრებას. მე ხვალამდე გემშვიდობებით იმედი მაქვს, რომ ჩემი თანამეწყვილე შალვა რამიშვილი გამოჯამრთელდება და მარტოს აღარ მომეწევს გადაცემის წაყვანა ნახვამდის.